ეს არის გორელები უტევენ ალიუნე ტალი ნახევარმცველი კარგი შეტევა შეიძლება გატანა მაგრამ ბურთი ოდნავ არა ზუსტად წავიდა კარის მიმართულებით ეს ეპიზოდი ფარულავა ძალიან კარგი გადაცემა აქ შეიძლება თამაშგარეზეც ყოფილიყო შემდეგ აქცენტი გაკეთებული მაგრამ მოულოდნელად ითამაშა ფეხბურთელმა თავით გსა და პირდაპირ გადაგზავნა და კითხვის განმავლობაში ხელოდა ქარიც არის აქ საფათო ჩაწოდება თავით ლომინაძე იყო ახლოს რამდენად წარმატებული იქნება ძნელისათქმელი მე წარმატებას უსურვებ და იმედია გაცილებით რომ მაღალ დონეზე ითამაშოს მაგრამ ჯერჯერობით აქაც შეიძლება თამაში აქ საფათო ეპიზოდი გორელი ფეხბურთელები წინვალე გოლი ძალიან ეფექტური და ძალიან კარგი გოლი მოჰამედ კანტეს შესრულებით რამდენიმე ძალიან კარგი პაუზა ძალიან კარგი თამაში და არანაირი თამაშგარე მდგომარეობა აქ პოზიციურად შეცდენ მცველები ხედავთ კანტეს მოძრაობას ერთი ძალიან კარგი მოძრაობა მეორე კიდევ უფრო კარგი მიუახლოვდა შულაიას და ისე რომ ახლოსაც არ მივიდა უძლიერესი დარტყმით ორივე ცენტრალურ მცველს ძალიან ადვილად აუარა და ყოჩახ მოჰამედ კანტე მესამე გოლი მისი მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ გავიმეოროთ გაუტანა სპაიერს გაუტანა რუსთავს მე-19 ტურში შესაბამისად მე-9 და მე-19 ტურში და გაიტანა ამჯერად პირდაპირ გეტყვით ის გოლები არ მახსოვს მაგრამ ეს გოლი ამასობაში ისევ გორელი ფეხბურთელები შეტევაზე მარჯვენა ფრთა შეტევის კიდევ ერთი დარტყმა და ისევ გოშაძე თამაშობს კარგად ნუ გორელები რაღაც ხასიათზე მოვიდნენ შეიძლება ითქვას კარგი თამაშის და მამინ სანიანგიც გადაცი თამაშა ანდრიჩია უკვე საჯარიმოს მისადგომებთან არაბიძე პირესი ანდრიჩი ბუკია დარჩა შეტევაში ჩაწოდება საკმაოდ უკანარი ნადარაია დარტყმა და კერესელიძე ადგილზეა პირესის დარტყმის შემდეგ. ხო, დროში პირველი დაპირისპირება ისევ გორელი ფეხბურთელები ანოფი ბურთით შორეული დარტყმა, მაგრამ არასუსტია. ბაში აი ხედავთ აქ კიდევ ერთი ცდელობა შორეული და სხვა ფეხბურთელისთვის გაეკეთებინათ გადაცემა. აქ არაბიძე გადის დასარტყმელ პოზიციაზე დაარტყა და აცი. კარგი იყო ეს მცდელობაც არაბიძის მხრიდან, მაგრამ ეს არაბიძის მომენტი არის და იქ ყველაზე ახლო ფეხბურთელთან მივიდა. გადაცემა შეიძლება და შეტევის უფრო გაშლა ფლანგზე და გაცილებით უფრო აქტიურად შეტევა. ანუ ეს ხა ადვილია ამ ყველაფერზე საუბარი, მას ერთ-ერთზეა მეტოქესთან არ გადაიფიქრა. წინსვლა მამუჩაშვილი მოძებნა კარგ პოზიციაში, მამუჩაშვილმა დაარტყა, არ იყო ცუდი გადაწყვეტილება. თუ განმეორებით გექნება ეპიზოდი, და სად იღებს ბურთს მამუჩაშვილი და აი გარკვეული მომენტი ალბათ წინ კარგი იყო ამ ეპიზოდში ორ ფეხბურთელს აუარა გვერდი და აქ რისხობრივ უპირატესობა შექმნა ფაქტიურად მე-16 ნომერმა რატო აი ეს კი გასაგებია როდესაც ფეხბურთელი რაღაცა კი ბოდიში უნდა მოიხადოს თითქოს შეყილაძე მოახერხა ბურთის შენარჩუნება გოგობერიშვილი ეხნება მარცხნივ შეყილაძემ თვითონ დაიწყო ეხლა გააკეთა გადაცემა შეიძლება გატანა და ეს არის 2-0 77 წუთის შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა ძალიან კარგად გაითამაშეს ბურთი ყოჩახ ამ ეპიზოდში შოთა შეყილაძეს და ყოჩახ ბადრი გოგობერიშვილს რომელოვნულ ლიგაში რადგანაც მას გასულ სეზონში გარეჯის შემადგენლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი და ეხლა გამოიჩინა თავი 23 წლის ნახევარმცველმა დროული პაუზა აიღო შოთა შეყილაძემ ძალიან კარგად გავიდა ჯერ შემდეგ პასის გააკეთა და მშვენიერი გოლი გამოუვიდა გორელ ფეხბურთელებს და ანგარიში ხდება 2-0 კიდევ უფრო დამძიმდა ტორპედოს მდგომარეობა შეყილაძე მოიგო იქ ორთაბრძოლა და სწორედ აი ამან გადაწყვიტა. ეს შემთხვევაში წარმატების მიღწევა ცოტა ძნელია. პირდაპირ თქვათ, ბევრი აკრიტიკებს თავარი მწვრთნელი, ბევრი აკრიტიკებს ფეხბურთელები. ნუ თავის მხრივ აქ დახიფათო დარტყმა და ძალიან ლამაზი გოლი. ძალიან ლამაზი გოლი კომნენ ანდრიჩი, გატანილი გოლის ავტორი. მაინც მოახერხა ქუთაისის ტორპედომ გოლის გატანა და ბიტის მე-10 საგოლე გადაცემა მიმდინარე სეზონში და კომნენ ანდრიჩის მე-9 გოლი. ის გაუთანაბრდა მანდრიჩენკოსა და ველისოს გატანილი გოლების რაოდენობით. ხო, სად იყვნენ აქამდე ახლა ეს კითხვა გაუჩნდება ალბათ ყველა. არაბიძე სრული მობილიზება ახლა მისთვის შეიძლება ეს ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა იყოს, გამორბენი დარტყმა და მცირე მანძილით. ხდება, ვერ დაარტყა ისე როგორც საჭირო იყო გიორგი. მუდმივად მას ეძებენ და მისი მისამართით კეთდება. დაარტყავს არა, ჯერჯერობით არ დაარტყა, ეხლა ცდილობს დაარტყა და მშვენიერი გოლი გიორგი არაბიძემ გადაარჩინა თამაში როგორ ჩანს რა კარგად დაარტყა არაბიძემ და 2-2 გახადა რა იყო პაუზა მაინც გაისწორა და შორეული კუთხისკენ
წინვალე გოლი გაიტანა ძელიდან ასხლეტის შემდეგ ბურთი აღმოჩნდა კარში და უკვე ბევრი რამ იცვლება აქ 2-2 უკვე სხვა არის ერთი ქულა ქუთაისის ტორპედოსათვის რა თქმა უნდა შეიძლება არ იყო ის რაც დაგეგმილი ქონდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გორელებმა გაუშვეს შანსი ხელიდან ის რომ ორბურთიანი სხვაობით იყვნენ წინ და ბოლოს ალბათ თავიანთი ტაქტიკიდან გამომდინარე დასრულდა ფრედ შეხვედრა დასრულდა ფრედ მეტი დრო აღარ არის ასე რომ ძალიან საინტერესო მატჩი ვიხილეთ ქუთაისის ტორპედომ დააგროვა 32 ქულა და 1 ქულით წინ არის დილაზე